მოაწყი თავზე მაგ პროკურორს. ასეთი შეძახილები დახვდნენ მზია ამაღლობას, რომელიც სასამართლო განხილვას რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო საქალაქოშვილმა დატოვა პატიმრობაში. ჩვენ მოვისმენთ ახლა ადვოკატების კომენტარებს, რომლებიც გამოვლენ მალე სადაც სლომის დარბაზიდან და მოგვიყვებიან თუ რა არგუმენტით დატოვა მოსამართლე ნინო საქალაქოშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში. დღეს ისევ პროკურატურის ან ძალადობის მხარის მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდა ბათუმის სასამართლოში. მოусმინეს გრიგოლ ბესელიას, საჭერის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, რომელსაც მისადრეს ჩვენება სასამართლოს. ასე უნდა დაკითხულიყო ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, თუმცა ეს ვეღარ მოესწრო დროში. დაზარალებული ცნობილი პირია. მოსულიყო დღეს სასამართლოში, მაგრამ მისი ჩვენება დღეს არ მოусმენია სასამართლოს. მოდი გიორგი ხიმშიაშვილს მოვუსმინოთ, იურის მზიამაღლობელის ერთ-ერთი ინტერესების დამცველს. გიორგი, მოგესალმებით. ბათუმელების პირდაპირ მოგვიყევით არგუმენტი, რის გამოც დატოვა მოსამართლე ნინო საქალაქოშვილმა მზიამაღლობელი პატიმრობაში. გადაისინჯა დღეს, როგორც ვიცით, პატიმრობის აკუთვნისების შეცვლის საკითხი, ხო? ეს სასამართლოს ჰქონდა ვალდებულება აქვეთან დაკავშირებით ემსჯელა. სამწუხაროდ мотивация ფაქტობრივად იგივეა, რაც იყო იანვარში პირველი წარდგენის დროს. ანუ სასამართლო თulis რომ მზია იმდენად მომეტებული საფრთხის მატარებელია, რომ იგი ჩაიდენს ახალ დანაშაულს. აქ საუბარი არის ჰიპოთეტურ არაუდებზე და ცხადია არანაირი მტკიცებულება, ასე ვთქვათ, არანაიმე გარემოება მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეს შინაგარწმენას მინიმუმ ჩამოუყალიბებდა და მე ამას გამოხატავდა და ასახავდა მის მიღებულ გადაწყვეტილებაში. ცხადია არ არსებობს ბუნებაში. რა თქმა უნდა, ეს ღონისძიება არის ისევ და ისევ რეპრესიული და მცდელობა იმისა, რომ ამ პროცესით მაინც მიაღწიონ იმ სურვილს ასაწოდებს, რომ მზიამ გარკვეულწილად მისი ნებით აღიაროს დანაშაული. ეს ჩანს, ასე ვთქვათ, ამ ბრალდების მხარის პოზიციაში, ეს ჩანს სასამართლოს დამოკიდებულებაში, რომ ეს რეპრესიული ღონისძიება იყოს მაქსიმალურად მაღალ, ასე ვთქვათ, თამასაზე აწეული, რათა მზიას არ მიეცეს თავისუფალ რეჟიმში საკუთარი ობიექტური გარემოებების თუ სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა. იყო წარმოქმნილი რამე მტკიცებულება პროკურატურის მხრიდან, რაც დაადასტურებდა მომიტებული საფრთხის მომენტს მზიამაღლობელის მხრიდან. ეს გადასინჯვა სასამართლოს საკუთარი ვალდებულება არის სასამართლოს. რომ ორ თვეში ერთხელ და იმსჯელოს, ხო? იმსჯელოს. ცხადია, ეს აბსოლუტურად ფორმალური ნაწილი იყო, ვინაიდან პროკურატურას ზედმეტი მტკიცებისგანაც ასე ვთქვათ არ დაუტვირთავს თავი და არ მიუთითებია რაიმე ახალ გარემოებებზე, ამიტომ მტკიცებულებები არ ყოფილა, გარემოებები დარჩა იგივე, ლოგიკაც იგივე, რაც ასე ვთქვათ ლოგიკა მათი, რა თქმა უნდა, ლოგიკური არ არის ეს მათი მსჯელობაც. არ სამწუხაროდ ამ მოცემულობაში ვჩვევით, მაგრამ ობიექტურად რო გითხრათ, სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს არ გქონია, უბრალოდ ჩვენ ვალდებული ვართ ეს პროცესუალური მტკიცების ტვირთი ჩვენი მაქსიმალურად დავიცვათ, შევასრულოთ, ვინაიდან ალბათ გაივლის წლები რაღაც პერიოდი და ობიექტური შემოწმებელი ნამდვილად ითქვის ვინ იყო სწორხარეს, რა პოზიცია ჰქონდა ადვოკატებს, რა პოზიცია ჰქონდა სასამართლოს, რა იყო სწორი და რა იყო მართალი. და რაც ეხება გრიგოლ ბესელიას, რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, დღეს ვარ მისცემ ჩვენება სასამართლოს, ეს არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი. მან თქვა პრინციპში, რომ სიცოცხლე არ შეუნიშნავს ირაკლი დგებუაძის სახეზე სილის გაწმენდის შემდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორია და გარემოება ამ საქმეში. ბესელიას ამ ობიექტურობას ნამდვილად ვერ დაუკარგავ. სხვა პოლიციელებზე განსხვავებით, რომლებსაც იმ დროს იმ ვითარებაში არანაირი დრო და შესაძლებლობა არ ჰქონდათ იმის, რომ დგებუაძესთან კონტაქტი ჰქონოდა. ბესელიამ უნდა აღნიშნოს, რომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი, უბრალოდ არ შეუნიშნავს, არ მიუქცევია ყურადღება. ახლა სიწითლე თან დარტყმის შედეგად სიწითლე არ არის იმგვარი ნიშანთვისება, რომ ეს გამოგცემს ხედველობიდან. ცხადია, ამაზე დაცვის მხარე გააკეთებს თავის შეფასებას დასკვნის სიტყვაში. ეს გარემოება ნამდვილად ვერ დაიმალებოდა, მაგრამ რაც შეიძლება აღნიშნო, ის რომ დგებუაძეს ძალიან ბესელიას ძალიან მონატრებია, ასე ვთქვათ, საჯაროობა პროცესში ყოფნა, ვინაიდან დღეს ძალიან დიდი დრო დაწყო დავკარგეთ ჩვენ იმისთვის, რომ მას კი 5 საათი გრძელდებოდა დგებუაძეს საქმესთან შემკებლობაში ყოფილი გარემოებებზე და არ ესაუბრა ზოგადი შეფასებებით და ფაქტობრივად ეს მისი მონატრება საჯარო ცხოვრების
რაღაც ფორმით ასე ვთქვათ, მგონია რომ დაიკმაყოფილა რაც შეეხება სხვა გარემოებებს ან მტკიცებულებებზე. ისიც არის სრულ პოლიციელი, არ მისაც რუჩვენება სასამართლოს, რა თქვა კიდე მნიშვნელოვანი. ნახეთ, ჩემთვის მნიშვნელოვანი მთავარი არის ის, რომ მან არ დაადასტურა სიწითლე. და ეს გარემოებები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და შეფასებით რაზეც ისაუბრა სხვა დანარჩენ ნაწილში. უნდა აღნიშნოს, რომ გარკვეულწილად შეეცადა თავისი არაობიექტური ჩვენება მაინც შეემსუბუქებინა იმით, რომ რაღაცები არ ახსოვდა და რაღაცას ვერ იხსენებდა. ალბათ ვფიქრობს ის, რომ გარკვეულ დროის შემდეგ დადგება დრო და მომენტი, როდესაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა უფრო არგუმენტირებულად, უფრო ასე ვთქვათ, სხვა ვითარებაში ეს გარემოებები მან როგორც თქვა, გადასახები დაიტოვა. ის რეჟიმი მოსთხოვდა მას, რომ ელაპარაკა ის რაც აწყობს გამოძიებას, მაგრამ მაგით ის რომ მას სიცოცხლე ვერ დაინახა, ეგ უკვე კარგია იმ შეფასებისთვის, რომ უშუალო უფროსი, უშუალო პროცესის მონაწილე, რომელიც არაერთ ვიდეოში ჩანს, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, სიცოცხლე ვერ დაინახა. სიცოცხლე ვერ დაინახა, იმიტომ რომ სიცოცხლე არ ყოფილა და ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, მისი მხრიდან ჯერ კიდევ კადრების განკარგულებაში იმყოფება, ცხადია, დაიტოვა უკან დასახევი, ასე ვთქვათ, ნაბიჯის სისტემასთან ურთიერთობაში და დაიტოვა ის, რომ ხვალ შეიძლება საზოგადოებამ სხვანაირად შეხედოს და შეაფასოს მისი ქმედება. და თქვა, რომ არ დაუნახავს ან არ ახსოვს ეს გარემოება. ეს ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სიგნალია და მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ აქამდე რა ჩვენებებიც მოვისმინეთ, რამდენ პოლიციელს მოვისმინეთ, განსაკუთრებით სრულ პოლიციელებს, ყველანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სიცოცხლე დაინახა. და გამოჩნდა ერთადერთი პოლიციელი, რომელმაც ხორო სიცოცხლე ვერ დაინახა და იგი მოთხოვნა იდეაში იქნებოდა გრიგოლ ბესელიას მიმართაც, ხო, რომ ასაც ის უნდა აღენიშნა და როგორ მოხდა ეს? მე იმის მომენტი არ მაქვს და არ მჭირდება რომ ვამტკიცო ბესელიამ რატო ვერ დაინახა, რატო არ თქვა. ხო, მას შეეძლო ეთქვა სიცოცხლე ობიექტურად თუ შევაფასებ გამოწმებზე, რომელთაც არ დაუნახავთ არაფერი, გულმოდგინებით ამტკიცებენ რომ დაინახეს. მოდი არ წავიდეთ ასე შემთხვევაში, რატო ვერ დაინახა, რატო არ დაინახა, რატო არ დაწერა. თავად თქვა, რომ აჭარის პოლიციის უფროსი, რომელიც იყო იმ პერიოდში და დღეს კადრების განკარგულებაშია, გარკვეულწილად ის ატარებს. დღეს ეს უმნიშვნელოვანია, ხო, შეიძლება ითქვას. არა, ის ატარებს პოლიციის სტატუსს, მიუხედავად და კადრების განკარგულებაშია. იგი სარგებლობს კანონით გათვალისწინებული ასე ვთქვათ ღონისძიებებით, უფლებამოსილებებით და ასე შემდეგ, გარდა იმ გამონაკლისის, რომ ვერ მართავს სტრუქტურას, რატომ ვერ დაინახა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მან დაიტოვა სივრცე იმისთვის, რომ მე მქონდეს ალბათ შეფასება იმისა, რომ რაღაცეებზე ბოლომდე არ იყო მონაწილე იმ პროცესზე, რომელიც დღეს სისტემა რეპრესიული სახით ცდილობს, რომ ზიას სილის გაწვნა წარმოაჩინოს აბსოლუტურად კატასტროფულ მოვლენად და ძალისმიერ მეთოდად. მაგრამ ის, რომ მან დარტყმის ძალა იმდენად მაღალი იყო, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში იცრუა და ეს იცრუე, რომ იმდენად ძიმე იყო წყალებში, ასაც კი გაეცინა, ხო, ნახეთ ამ შეფასების დროს. სხვა ნაწილში ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, კომპლექსურია ამის ჩვენება. რაღაც ვერ დაინახა, სადიეს შემიძლია შევაფასოთ დაცვის მხარის პოზიციის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ყარ არგუმენტად. მადლობა, ეს გიორგი ხიმშიაშვილი იყო, იურისტი, მზია მაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი. ის იცავს მზია მაღლობელის ინტერესებს საიასთან, ასევე მაიამ წარიაშვილთან და კახაბერ წერეთელთან ერთად. მოდი გავისაუბრებთ ჩვენსაბ ჯუბა ქათამაძეს. ბოდიში შეიძლება გაგესაუბროთ პირდაპირ ეთერში, ბოდიში რომ ვუწყვეტთ საუბარს. ჯუბა, თქვენ ხართ საიას იურისტი და მზია მაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი. დღეს უკვე მიმართა საიამ სტრასბურგის სასამართლოდ. ხო, თუმცა მანამდე თქონდათ პროცესი რო გითხრათ, თქვენი შტაბის-წილება გიორგი ბესელიას, ჩვენებაზე. დღეს იყო დაყენებული ყველაზე უფრო პრიმიტიული და მარტივი შუამდგომლობა, რომელსაც ორი აზრის სამართლებრივი არ არსებობს. ადამიანმა მისი თანამდებობის მიუხედავად ისაუბრა, რომ ფლობს ინფორმაციას მზია ამაღლობელის ქმედების მოტივსა და მიზანთან დაკავშირებით. თქვა, რომ დავალებას იღებდა, ინსტრუქციას იღებდა და ამის მიხედვით მოქმედებდა. ეს თქვა გრიგოლ ბესელია? არა, ეს თქვა ყობახიძე. ყობახიძეს ეს თქვა ბატონი ყობახიძე და იმის გამო, რომ ბატონი ყობახიძე არის, არ ვიცით რატომ ჭიანურდება ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება. ჩვენ ეს ვიდეო დავათვალიერეთ, მოვიტარეთ დათვალიერების ოქმი. ასევე გაეგზავნილია ყობახიძეს გამოკითხვაზე შეთავაზება, თუ კი მართლა ფლობს ინფორმაციას მოგვეწოდოს და დღეს ამ სამართლებრივად ორჯერ ორი საკითხზე სასამართლო გავიდა სათათბირით. დარწმუნებული ვარ, რომ
მე დიდი ეჭვი მაქვს უბრალოდ რომ სამართლებრივი თათბირი არ გაიმართება იქ ამასთან დაკავშირებით, თუმცა არ ჯერ არ გამოუცხადა რომ გადაწყვეტილება ამას. არ გამოაცხადა, გადადო უმარტივესი საკითხი და ამაზე ვისთან აპირებს თათბირს, სამართლებრივი თათბირს აპირებს სხვა სახისას გავიგებ შემდეგ პროცესში. გრიგოლ-ბესელიას ჩვენება იყო თავიდან ბოლომდე შეუთავსებელი ერთმანეთთან არ იყო კანონი ლოგიკური ბმაში არ იყო ლოგიკური ჯაჭვი არ იგებოდა. ანუ ბოდიში რომ დავუზუსტო იმ ნაწილში არ თქვენ მოითხოვოთ ირაკლი კობახიძის ჩვენ ირაკლი კობახიძის მოწმე დართვა არ მოგვითხოვია დღეს. ჩვენ წარვადგინეთ დათვალიერების ოქრით, წარვადგინეთ თვითონ იმ ვიდეო გმული, სადაც ეს გამოქვეყნდა, რომ ეს ადამიანი რეალურად ამბობს იმას, რომ მან იცის მზია ამაღლობელის ქმედების მოტივი და მიზანი. თუმცა მას გაუგზავნეთ გამოკითხვაზე შეთავაზება. როდესაც ის გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობას, მოვიყვეთ მოზე თუ არ მიიღეს, შემდეგ მოვთხოვთ სასამართლოს ამას. და აი ეს დათვალიერების ოქმი დაერთოთ თუ არა, სადაც კაცი ამბობს, რომ მე ვიციო, რატო ჩაიდინა მან ესა და ეს ქმედება, რომელსაც ეს ადამიანი პატიმრობაში ყავდა. ამაზე სათათბიროდ გავიდა მოსამართლე. ეს არის არ ვიცი რაზე უნდა ითათბიროს, უკვე თქვი რასაც ფიქრობ მის თათბირზე რეალურად. ეს რა ჩახო ბესელიას, რა თქვა მან. ჩვენება აი ერთმანეთთან ბმაში არ იყო მის მიერ მოთხრობილი ინფორმაცია, ლოგიკური ბმა არ იყო, ჯაჭვი სრულიად დარღვეული იყო, არარეალურ საკითხებზე ისაუბრა. ადამიანმა თქვა რომ თურმე ადამიანთან სტიკერის გაყვის მომენტში, როცა მივარდა, ხელი მოკლიდა, შეიყვანა პოლიციის გაყოლილობაში, ეს არ ყოფილა დაკავება და თურმე დაკავებელი ყოფილა ის დამკავებელი ის პირი ყოფილა რეალურად, რომელიც ტელეფონში იყურებოდა იმ დროს, როდესაც გრიგოლ-ბესელიას ხელი ეკიდა და შეყავდა მზია ამაღლობელი პოლიციის განყოფილებაში, როდესაც მას და იდენტიფიცირება მოახდინა ესეო, იდენტიფიცირება როგორც ხდება კანონიდან გამომდინარე, როდესაც ამაზე მივაწოდეთ ჩვენ მას როდესაც მივაწოდეთ ინფორმაცია და როგორ ხდება იდენტიფიცირება, მან გამოცდილება დაგვიწოდა, თურმე საპოლიციო გამოცდილება ჭირდება იმას, რომ კანონის მიხედვით იმოქმედოთ. ყველა დარღვევასთან, მათ შორის პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც რეპრესიულად არის გამოყენებული და საფუძველი არ არსებობს, სტრასბურგის საქმე გაგზავნილია, არაერთი მუხლით დაემატება არაადამიანური მოპყრობის მუხლით და აუცილებლად ერთ დღეს მოუწევს ყველა კანონდარღვევას პასუხისმგებლობა. რა არის მთავარი არგუმენტი, რა შეგიძლიათ თქვენ სტრასბურგში შეტანის საჩივარზე? მათ შორის პირველ რიგში გამზობადი პატიმრობა. რეალურად როდესაც პატიმრობა გრძელდება, აქ სტანდარტი არათუ უნდა იკლებს, არადენ უნდა იმატებდეს. და ჩვენ ხედავთ ყველა დამკვირვებელი ხედავს, რომ სტანდარტი ის გამოგონილი სტანდარტიც კი იკლებს, რაც მათ თავიდან გამოიგონეს. დღითი დღე ხელში ეიშლებათ ეს ყველაფერი, ჩამოექცათ უკვე ზემოქმედების საფრთხე, დაიტოვეს მხოლოდ და მხოლოდ ახალი დანაშაულის საფრთხე და აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი თუ პატიმრობიდან გათავისუფლდება, გამოვა გირაოს ან ნებისმიერ უფლებაშემღუდავი ღონისძიების საფუძველზე, იგი როგორც კი გამოვა, ჩაიგდეს ახალ დანაშაულს, მომეტებული საფრთხე არსებობს და ახალი დანაშაულის მოსამართლემ განაცხადა. ეს არ არსებობს არც ერთი ობიექტური დამკვირვებელი, ვისთვისაც ეს ნათლად აქმადი არ არის. მზია ამაღლობელი პატიმრობაში არ ზის მისი ქმედების გამო, იმიტომ ზის, რომ თუ სასამართლოს განაჩენს დაელოდება თავისუფლებას და გირაოს ქვეშ დაეცემა სასამართლო პროცესებს, ჩაიგდეს ახალ დანაშაულს. აი ეს არის, ეს უნდა ესმოდეს ყველა ადამიანს და ამის გაანალიზების შემთხვევაში არ არსებობს არც ერთი ობიექტურად დამკვირვებელი პირი. მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში. უკანონო პატიმრობაში რჩება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საიას მიერ გაგზავნილი საჩივრისა, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნა და ამ საჩივარს დღეს მიეცა მსვლელობა და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო შედეგი დადგება სამართლიან. მზია ამაღლობელის სასარგებლოდ. დიდი მადლობა, ეს იყო ჯუბა ქათამაძე, საიას იურისტი, მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი. თქვენ უსმენთ ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი ადვოკატი მაია მწარიაშვილი. ჩვენ შეგვიძლია მას მოусვენოთ ასევე ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი მოусვენოთ მაია მწარიაშვილის შეფასებები. გამოდეთ ცოტა. გამოდეთ მაია, ბოდიში. რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს დღევანდელი სხდომის შესახებ. პირველ რიგში დავიწყოთ ის, რომ ის დატოვეს, მზია ამაღლობელი დატოვეს პატიმრობაში, ხო? რა იყო მოსამართლის არგუმენტი, მისი სამართლებრივი საფუძველი და როგორ აფასებთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას? მოსამართლემ აი ესეთი წარმოუდგენელი დასაბუთება და თუნდაც დასაბუთება ქვია, მოსამართლემ თქვა, რომ მისი პატიმრობის დასაბუთების სტანდარტი არის მინიმალური. აი ესეთი რამე მოსამართლემ ამ ეტაპზე და ეს მინიმალური სტანდარტი ჩაცვალა, რომ დაკმაყოფილებულია, თუმცა ის სტანდარტი რა არის, არც ის არ თქვა. ერთადერთი პროკურორმა თქვა, ერთადერთი წინადადება თქვა, რომ ის რომ ის ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ეს საფრთხე არის ინტენსიური. ეს ამ წინადადების ამ სიტყვის ნაცვლად მოსამართლემ თქვა, რომ ეს საფრთხე არის მომეტებული. ამიტომ ეს საფრთხე საერთოდ როდის არსებობდა, ან როდის მოიმატა ამ საფრთხემ, ამაზე არაფერი არ ვთქვამთ ჩვენთვის.
ეს არის წარმოუდგენელი, როდესაც სასამართლო თვლის, რომ პატიმრობის დასაბუთების სტანდარტი არის მინიმალური. სასამართლომ არ იცის სტრასბურგის სტანდარტი, რომელიც არის ძალიან მაღალი და ამ ეტაპზე კიდევ უფრო მაღალია. ის მინიმალური სტანდარტი არასოდეს არ არის დაბალი, მაგრამ რომელი სტანდარტითაც საბუთდება პირველ ეტაპზე, ის 48 საათში საბუთდება დაკავებიდან. დღეს სამი თვე, როდესაც გავიდა და მეტი პატიმრობის, მისი პატიმრობაში დატოვების სტანდარტი, დასაბუთების სტანდარტი მაღალია გაცილებით და ამას ამბობს არაერთ გადაწყვეტილებაში სტრასბურგი. სწორედ ამიტომ მივმართეთ დღეს, მაგრამ დღეს მოსამართლემ თქვა იგივე, რომ დასაბუთების სტანდარტი არის დაბალი, თქვა. და ეს დაბალი სტანდარტი არ ვიცი რატომ ჩათვალა. რა გითხრათ, მე ასეთი დასაბუთების, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ასეთი სტანდარტები პატიმრობის ნაწილში ალბათ 90%-იან ახლა უთხრათ მაყურებელს თორემ მოგეშვილი პროკურორი პტოებს ახლა სახელმწიფო ტერიტორიას და შეძახილებით დახვდნენ მოქალაქეები მოღალატე და ასე შემდეგ. გოდიში კაპიტან მაია შევწყვიტეთ, იქნებ განვაგრძოთ, ხო? რაც შეეხება გრიგოლ ბესელიას, მან მისცა დღეს ჩვენება სასამართლოს, მან თქვა მაგალითად, რომ მე არ დამინახავ შეწითლებული ლოყავი, რა გგებოდი შეწითლებული ლოყავი. ამ თემიდან კი. ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება ამ საქმისთვის. დებულად თავიდანვე ცდილობდა ხო ამ თემიდან დისტანცირებას. მისგან ერთ პასუხი გვინდოდა ჩვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ნახა მე ყურადღება არ მიმიქცევიაო. ეს გაწითლებული ლოყა თუ ისეთი იყო, რომ დანარჩენმა ექვსმა მოწმემ ნახა, უნდა ენახა მასაც, იმიტომ რომ ჭიდრო კომუნიკაციაში გახდათ დებუაძესთან, მაგრამ ხო ამაზე მან არა იყო ეთქობა ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა, რომ მაინდა-მაინც ლოყის გაწითლებაზე ესაუბრა. ეს იყო თემის გვერდით იდგა, ხო? ბევრჯერ ჩანს კადრებში, რომ გვერდ განა. ანუ მუდმივ კომუნიკაციაში არიან და ეხლა როგორი გაწითლებული უნდა ყოფილიყო ეს ლოყა, რომ ამე დანარჩენებს მოწმეს ენახა და ბატონ ბესელიას არ ენახა, ეხლა გასაგებია ამაზე არ კომენტარიც არ ჭირდება ისეთი უხერხული თემა. ეს მტკიცებისთვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსისთვის, რომელიც არ უნდა მდგარიყო და ემტკიცებინა, რომ ისიც დებუაძის გაუწიფო ლოყა. ხო, აი ერთადერთი ეს დაიტოვა ბესელია, ასე ვთქვათ, უკან დასახევი აღარ შევიდა. სწორედ დანარჩენი მან პრინციპში ილაპარაკა, რომ აჭარაში გამოხატვის თავისუფლებით, როდესაც სარგებლობენ ადამიანები, ეს არის შეურაცხყოფელი. ეს იყო შეჯამება, ძირითადად ილაპარაკა, ისაუბრა მან ამაზე და სწორედ ისაჩვენა, რომ პოლიცია რამდენად პოლიტიზირებულია და ის რომ სწორედაც კი მზიას პატიმრობა უკავშირდება სწორედ ამ გამოხატვის თავისუფლებას. ეხლა სხვა ამბავია, რომ მზიას დაკავებასთან დაკავშირებით ეს კომენტარები, როდესაც პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ასე კომენტარებს ამბობს, მეტი არ გავაკავე, ხელი მოუკიდე, გამოვიყვანე, იმიტომ რომ გამედგინა ვინ იყო, მაგრამ რატო გამოვიყვანო? რას ნიშნავს ეს, როცა ის ჩანს კადრებში პირდაპირ, რომ ხელი მოკიდა მზია ამაყობს და შეხავს პოლიციის შენობაში. და ისაც გონია, რომ მზია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150 მუხლითაც არის, 150 მუხლით არ არის, არის მხოლოდ 170. ანუ ასე ეგონა გრიგოლ ბესელია, 150 მუხლით არის. და სხვასთან დაკავშირებით. ანუ სტიკერის გაკვრის გამო, არის შედგენილი ოქმიო? დიახ, ასე გონია მას, რომ ამიტომ გამოიყვანა და შემდეგ ოქმი ჩიადგინეს ამაზე. მას ასევე მან არ იცის ასევე, რომ მზიას ადმინისტრაციული დაკავება გასაჩივრებულია. და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მასთან არის, ის იყო თავად გამხილველი ორგანო, ასე ვთქვათ, მისი ადმინისტრაციული დაკავების. მან ეს პირველად ჩემთან მოისმინა დღეს პროცესზე და უფრო მეტი. მას უნდა ქონდა რეაგირება ამაზე. ხო, ერთიო რეაგირება ვერ ექნებოდა, მაგრამ რომ მიღებული და არც ის არ იცის, რომ მიღებული აქვს პირველად დღეს რაიმე პროცესზე ეს ამბავი. აი, ასეთ რაღაცებს ვისმენთ ამ პროცესში. ანუ ეგ რას ნიშნავს, რას აჩვენებს ეს მართლმსაჯულების სისტემისთვის? რომ ეს პროცესი გაცლილია ყველანაირი სამართლისგან და სამართლებრივი პროცედურებისგან, მზია ამაღლობელი ნებისმიერ ფასად უნდა მის წინააღმდეგ იდგეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაზე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ იმას უდევენ ერთადერთ საფუძვლად სისხლის სამართლის ბრალდებას. მთელი პოლიცია არის, ანუ პოლიცია მზიას ადმინისტრაციული ბრალდებით აცეტრებს საკუთარ უკანონობას. რამირეთ მეორე მხარეს დევს პოლიციის უკანონობები. პოლიციის უკანონობები თეთრდება ერთადერთი იმ გადაწყვეტილებით, რითიც სასამართლო მზიას ეუბნება, რომ შენ მართლა აგინებდი და ლანძღავდი პოლიციას, რომლის მტკიცებულება არ არსებობს. წარმოვიდგინეთ, რამდენი სულ ამას ვამბობ, რამდენი ტელევიზია მუშაობდა, რამდენი ვიდეო კადრი არსებობს, რამდენი ფირი ნახა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ვერაფერი ვერ იპოვნა, რომ მოეტანა ამის დამადასტურებელი. გასაგებია, მაგრამ მინდა რომ კარგად გაიგოთ, რა დგას მეორე სასწორის მეორე მხარეს.
პოლიციის უკანონობა. მთელი საპოლიციო სტრუქტურის უკანონობები, სიხალბეები და ასე შემდეგ, გაყალბებული დოკუმენტები. ამიტომ ეს რო გაცეცდეს, ზია უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალდამცავი. რატო ვერ მოახერხა ეს საინტერესო მაყურებელს გაუჩნდება ახლა ეგ შეგიძლია რატო ვერ მოახერხეს რომ არ გაიყალბებინათ ეგ ოქმები რომ პოლიციელები სუჩვენებებს არ აძლევდნენ სასამართლოს გაიყალბებინათ ეგ ოქმები მაშინ ზია ვერ უნდა დაეკავებინათ სტიკერის რაკურის რამო და რახან დააკავეს სტიკერის რაკურის რამო რომლის ვიდეოებიც არსებობდა მაშინ ჩაირთო ამის გაცეცხლების მექანიზმი თან დააკავა თავად დებუაძემ დაკავების ოქმში ახლა კი იცით ვინც ჩანს ვაჩვენეთ კიდევაც რომ როდესაც ზია უკვე შეიყვანეს შენობაში ბატონი ვანაძე რომელიც თვითონ დამკრავებელია და ჭიშკართან და ტელეფონით ერთობა ტელეფონში იყურება ამ დროს და ბესელია შეყავს პოლიციის შენობაში წარმოუდგენელია რა არკვიო ანუ მათ დაკავება როგორ იციან საერთოდ იციან თუ არ იციან მთელი საქმე აგებულია რაზე იცით მე კი ხელი მოვკიდე მაგრამ მე ვიღაცამ დააკავა რაღაცა ეს ორი სხვადასხვა რაღაცა გონიათ თუმცა ერთ მომენტში ისაც თქვა რომ ხელს როგორც დააკავებ დაკავებულია მაშინ დააკავა თავად მოკლედ სამართლებრივი კომენტარები უხერხულათაც კი მიმაჩნია ამ გარემოებებზე დღეს უკვე მიმართეთ სტრასბურგის სასამართლოს გამოდინი გაქვს ევროსასამართლოსგან და რა მთავარი არგუმენტი რომ ზიარი უკანონო პატიმრობაში ეს დიახ ძირითადად პატიმრობის გარშემოა ეს საჩივარი რაც დღეს გაიგზავნა თუმცა არაერთი მუხლის დარღვევა ეს არის მე მათ შორის გამოხატვის თავისუფლების ნაწილში ხო გამოხატვის თავისუფლება მე-10 მე-13 და მე-18 რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რაც ამბობს სწორედ იმას რომ სტრასბურგის კონვენციის დადგენილი შეზღუდვები გამოიყენება არა იმ მიზნით და მათ შორის პატიმრობა ისთვისაც ის დადგენილია ადამიანის უფლებების სამართალში. ძირითადი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოსადმი ეხმობა ამ გარემოებას. ეს დღევანდელი მოსამართლის გადაწყვეტილება თავისთავად ცხადია დაემატება არაერთი საჩივარი იქნება ის ანუ დღევანდლამდე და ძირითადად პატიმრობას ეხებოდა და მტკიცებულებების ნაწილში სასამართლო მოდაცვის მხარე ფაქტიურად მტკიცებულებების და მოწმობის გარეშე დატოვა. ამას ეხება გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, თავისუფლების უფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, სამართლებრივი დაცვის მექანიზმების არარსებობის უფლებას და ცხადია ველოდებით რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეზე დაადგეს დარღვევას არაერთი მუხლის. დიდი მადლობა ეს იყო მაია მწარიაშვილი მზია მაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია მაღლობელის არსებით საქმეზე მორიგის სასამართლოს ხდომა ამ სასამართლოს ხდომაზე დღეს მოусმინეს გრიგოლ ბესელია საჭირის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილ უფროსს მან მისცა ჩვენება დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილს მან მისცა დღეს ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს უნდა მიეცა ჩვენება ირაკლი გებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროსს თუმცა ამის დრო აღარ დარჩა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა გრიგოლ ბესელიას დაკითხვა დღესვე ასევე მოსამართლემ იმსჯელა აკუთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მზია მაღლობელი რჩება როგორც ესეთ უკანონო პატიმრობაში თუმცა მოსამართლემ უარი თქვა რომ შეიცვალა მზია მაღლობელის პატიმრობა ქირაოთი ან საერთოდ აკუთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა მზია მაღლობელი და ისე გაგრძელებული იყო ეს სასამართლო განხილვები ჩვენ ახლა მოვისმენთ ასევე ადვოკატების შეფასებები მაია მწარიაშვილი საუბრობდა ასევე ჯუბა ქათამაძის ეს იურისტი რომ მათ მიმართოს უკვე სტრასბურგის სასამართლოს დღეს გაიგზავნა საჩივარი ევროსასამართლოში მზია მაღლობელის საქმეზე არაერთი მუხლის დარღვევის მოთხოვნით დარღვევის ცნობის მოთხოვნით მათ შორის არის სიცოცხლის უფლების დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, ასევე გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. თქვენ იცით, რომ მზია მაღლობელი დააკავეს იმის გამო, რომ მან შეთანხმების საქმეთა სამინისტროს შენობის ღობეზე გააკრა სტიკერი და სტიკერის გაკროსვას დააკავეს ის თავდაპირველად, სწორედ გრიგოლ ბესელია, მაჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა, რომელმაც დღეს ჩვენება მისცა სასამართლოს და დღესაც ამბობდნენ ადვოკატები, რომ პოლიციელების ჩვენებები არის ურთიერთ საპირისპირო ურთიერთ გაუმრიცხავი და ასევე პოლიციელები არ არის შემთხვევაში ამხილეს ცრუ ჩვენებაში ცრუ სიცრუეში ადვოკატებმა
და დღეს მაიამ წარიაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლების ხელში დღეს არის ძალიან ბევრი სიყალბე, პოლიციის მხრიდან ჩადენილი არაერთი უკანონობა, რაც ჩანს მზიამაღლობელი საქმეში ძალიან ცალსახად და ის რომ ეს ცალსახად ჩანს, ეს სიყალბე, მათ შორის გაყალბებული ოქმები, თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ მზიამაღლობელი საქმეს, მათ შორის გაყალბებულ ოქმებს, ასევე იმას თუ როგორ აძლევენ სრულჩვენებებს პოლიციელები სასამართლოს, თქვენ შეგიძლიათ ამის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები ნახოთ ბათუმელების Facebook გვერდზე ან YouTube გვერდზე და თავად დარწმუნდებით თუ როგორ უპირისპირდება პოლიციელების ჩვენება ერთმანეთს და როგორ ჩანს რომ მარტივად სხვა მტკიცებულებით იგივე ვიდეო კადრებით, რომელიც არის გადაღებული შემთხვევის ადგილზე, ჩანს სრულიად სხვა მოცემულობა ვიდეოში და პოლიციელი ამბობს სრულიად სხვა რამეს. მაგალითად ვიდეოში ჩანს რომ მზიამაღლობელ საქმეებს გრიგოლ ბესელი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, მას შეხავს მზიამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თუმცა გრიგოლ ბესელი ამას უარყოფს. ასევე ოქში წერია რომ მზიამაღლობელი დააკავა არა გრიგოლ ბესელიამ, არამედ დააკავა გოჩავანაძემ, თითქოს ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ. თუმცა საინტერესო ისიცაა რომ პოლიციელების ჩვენებებიც არის ურთიერთგამომრიცხავი. თქვა თუ კი ირეგულირებუაძის ერთი მოადგილე ამბობს რომ მზიამაღლობელი დააკავეს სტიკერის გაგრის გამო, მეორე მოწმემ თქვა რომ მზიამაღლობელი დააკავეს არა სტიკერის გაგრის გამო, არამედ იმის გამო რომ ის პოლიციელებს აყენებდა სიტყვერ შეურაცხყოფას. ანუ ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა, სხვადასხვა მუხლია. და აქაც ჩანს რომ პოლიციელები ხშირ შემთხვევაში აძლევენ სრულჩვენებას სასამართლოს და ასევე მათი ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი. ასეთი იყო დღევანდელი დღე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დღეს გრიგოლ ბესელია დაიკითხა. თქვენ შეგიძლიათ ამ დაკითხვის დეტალები ნახოთ, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები ჩვენს ვებგვერდზე, ბათუმელების ვებგვერდზე. ასევე როგორც Facebook გვერდზე და YouTube გვერდზე ესწრებთ ჩვენს ვებგვერდებს, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით.